სულ რაღაც საათნახევარია დარჩენილი იქამდე, სანამ დასრულდება წინადადებების მიღება ტენდერში, რომელიც ცენტრალურმა შემწყიდველმა ორგანომ გამოაცხადა. 319 პიკაპი უნდა შეისყიდონ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის და ჯამში თითქმის 29 მილიონი დაჯდება ამ ავტომობილების შეძენა. ჯერჯერობით ტენდერში არ ჩანან მონაწილე პირები და კომპანიები, თუმცა მთლიანად შესყიდვის მიმდინარეობა და ქრონოლოგია აჩენს არაერთ კითხვას. ჯერ იყო ივნისში პირველი ტენდერი, რომელიც გამოცხადდა სახელმწიფოს მიერ პიკაპების შესაძენად, თუმცა ეს შესყიდვა მალევე ჩაიშალა. ჩანს ამ შესყიდვაში, რომ ერთადერთი მონაწილე კომპანია იყო კავკასუს მოტორსი და ეს არის სწორედ სპორტის ყოფილი მინისტრის მიერ დაფუძნებული კომპანია, რომელიც ახლა მისი შვილის დავით ხეჩიკაშვილის სახელზეა გაფორმებული, თუმცა მთავარ პირობას ვერ აკმაყოფილებდა, შეიძლება ითქვას, კავკასუს მოტორსი. მოთხოვნაში იყო ჩაწერილი, რომ კომპანიას პიკაპების მიწოდების შემთხვევაში უნდა ჰქონოდა ევროპული ან ამერიკული crash ტესტი. ამის შემდეგ მოხდა დისკვალიფიკაცია და ტენდერი ჩაიშალა. 2 კვირის შემდეგ ცენტრალური შესყიდვების ორგანო აცხადებს ბაზრის კვლევას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამას აჩვენებს დოკუმენტაცია და მალევე ცხადდება ახალი შესყიდვა. დამატებითი ჩანაწერით და პირობით ლათინო-ამერიკული crash ტესტის მოთხოვნის შესახებ. სწორედ ეს პირობა აჩენს მთავარ კითხვებს, გაჩნდა თუ არა სწორედ კავკასუს მოტორსისთვის დამატებით ჩანაწერი, შეიცვალა თუ არა მთავრობის მიერ დადგენილება და დაემატა შესყიდვას ლათინო-ამერიკული უსაფრთხოების ტესტის მოთხოვნა და პირობა, რადგან სწორედ სპორტის ყოფილი მინისტრის ხეჩიკაშვილის შვილის კომპანიას გააჩნია ლათინო-ამერიკული crash ტესტი. ჩვენ ვცადეთ ბუნებრივია კომპანიის დამფუძნებელთან ტარიელ ხეჩიკაშვილთანაც დაკავშირება, მის შვილთან დავით ხეჩიკაშვილთან გასაუბრებაც და კითხვაზე პასუხის მოსმენა მოარგეს თუ არა მის კომპანიას შესყიდვა, თუმცა ხეჩიკაშვილმა ტელეფონი გაგვეთიშა. ბატონო დავით, გამარჯობა. სალამი. პირველიდან გირეკავთ, მაინტერესებს პიკაპების 29 მილიონიანი შესყიდვაში ისევ მონაწილეობს თქვენი კომპანია? ნახვამდის მადლობა. მოარგეს თქვენთვის პირობები, ბატონო დავით? ძალიან მალე გამოჩნდება წინადადებების მიღების და ტენდერის დასრულების შემდეგ თუ ვინ იქნება ამ ტენდერში გამარჯვებული და ვინ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითქმის 29 მილიონ ლარს. კავკასუს მოტორსის ფაქტორი არის მთავარი ნაწილი, რაც კორუფციის მკვლევარებს უჩენს კითხვებს. ხეჩიკაშვილის დაფუძნებული კომპანია აპირებდა, რომ Mitsubishi L200-ის მოდელები მიეწოდებინა სახელმწიფოსთვის და სწორედ ამ ავტომობილზე არ ჰქონდათ ევროპული და ამერიკული crash ტესტის სერტიფიკატი და ვერ აკმაყოფილებდნენ მოთხოვნას. კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ მთლიანად ქრონოლოგია შესყიდვის და მიმდინარეობა აჩენს ეჭვს, რომ ტენდერი ჯერ ჩაშალეს, შემდეგ კი სპეციალურად შეცვალეს დადგენილება და დაამატეს ჩანაწერი ლათინო-ამერიკული ტესტის შესახებ, რათა სწორედ ხეჩიკაშვილის კომპანიას მიიღო დიდი ფული ბიუჯეტიდან. თუ ამ ყველაფერს ქრონოლოგიაში შევხედავთ, ფაქტი არის ის, რომ კომპანიას არ ჰქონდა კონკრეტულ ტენდერზე უსაფრთხოების ტესტები ავტომობილების, რომელიც იყო ევროპული, ამერიკული, იაპონური, რომლის დაშვებაც იყო. ტენდერი თვითონვე შეწყვიტეს, შემდეგ ცვლილება გააკეთეს, ანუ ტენდერის შეწყვეტიდან ცვლილებამდე რამდენიმე საათი არის. გვაქვს ეჭვი, რომ ისევ იგივე კომპანია მიიღებს და წარადგენს იმ მაგალითად ლათინო-ამერიკულ ტესტებს, რომელიც ეხლა უკვე ჩამატებული არის და მოთხოვნილი არის. ოღონდ აქ ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ მხოლოდ ერთ დანარჩი შეიცვალა ეს ტესტი, ხოლო დანარჩენებში მეორე კლასის და მესამე კლასის ავტომობილებზე ჩატოვეს იგივე, არ ქონდა ამ კომპანიას და ეხლა ცდილობენ, რომ რაღაცა ჩამატებით, რომელიც
უკვე დადასტურებულად შეიძლება ვთქვათ, რომ ამ კონკრეტულ მანქანის მოდელებს ლათინო ამერიკული ტესტი ნამდვილად აქვს და ამიტომ შეიცვალა კანონმდებლობა და ეხლა ძალიან მარტივად ის კომპანია, რომელიც აქამდე იყო დისკვალიფიცირებული, ეხლა მოიგებს ამას. ამ კომპანიის ხელმძღვანელობისა და ქართული ოცნების კავშირებთან დაკავშირებით ხილულია ყველაფერი. ხეჩიკაშვილი ჩვენ გვინახია, რომ სადმე რამე ოპოზიციურ აზრს გამოხატავდეს, ეს არის ადამიანი, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების დროს იყო საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, იყო მინისტრი. წასვლის შემდეგ მისი კომპანია სისტემატიურად იგებს ტენდერებს და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ადამიანსა და ქართულ ოცნებას შორის არსებობს გარკვეული გარიგება. კორუფცია არის ამათი სამარგო ნიშანი, ხოლო ის შესაძლოა კორუფციული ქსელები და ქმედებები, რაზეც არის საუბარი, ეს საჭიროებს გამოძიებას, ხოლო გამოძიება ხდება მაშინ, როდესაც ინტერესი არის, პოლიტიკური ინტერესი არის ამ შემთხვევაში მათი მხრიდან პიროვნული დაპირისპირების და არა სამართლებრივი ინტერესი, რასაც ჩვენ უყურებთ. ვინაიდან ჩვენ საუბრობდით ლელოძლიერი საქართველოს წლების განმავლობაში სავარაუდო კორუფციაზე, ღარიბაშვილის და სხვა მინისტრების, რომლებიც და მაღალი თანამდებობის პირების, რომლებიც ახლა საპატიმროში არიან, მაგრამ მაშინ არავინ ამასთან დაკავშირებით საერთოდ ხედველობაში არ ღებულობდა, სანამ მათ არ დაჭირდა და სანამ არ წამოწიეს ამ შემთხვევაში ერთმანეთს შორის ბრძოლის შედეგად. პირველების ინფორმაციით სახელმწიფოს მიერ პიკაპების შესყიდვაში მონაწილეობა სურდათ სხვა კომპანიებსაც და თხოვნაც სახელმწიფოსთან, რომ მაგალითად დაშვებულიყო ავსტრალიური ან კორეული ეგრეთ წოდებული crash ტესტები, უსაფრთხოების ტესტები, თუმცა მას შემდეგ რაც ჯერ ჩაიშალა ტენდერი, შემდეგ კი ხელახალი შესყიდვა გამოცხადდა, ჩანაწერი გაჩნდა ლათინო ამერიკული უსაფრთხოების ტესტის შესახებ მოთხოვნებში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც აჩენს სავარაუდო გარიგების შესახებ კითხვებს. მკვლევარები აკვირდებიან კავკასუს მოტორსის გამოცდილებას და სხვა ტენდერებში მონაწილეობასაც და ხეჩიკაშვილის კავშირები ქართულ ოცნებასთან არის მათთვის გასათვალისწინებელი. კავკასუს მოტორს ამ წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან არაერთი შესყიდვა აქვს მიღებული და ჯამში თუ დავითვლით მინიმუმ 45 მილიონზეა საუბარი.